სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დღეს არის მიძინების დღესასწაული უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღე დღეს არის განხორციელება მაცხოვრის სიტყვებისა რომ ჩემს მორწმუნეს მქონე ჩემს სარწმუნოების მქონე ადამიანს სიკვდილს ვერ იხილავს და გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეთ. აი დღეს სწორედ ღვთისმშობელზე განხორციელდა ეს სიტყვები, როცა მისი გარდაცვალება მოხსენებელია როგორც მიძინება, რომელიც პირდაპირ სამთო ხელში გადადის მისი სული და ამის ამსახველი ფრესკა იკონოგრაფია ოდითგვანვე არსებობს ეკლესიაში. მაცხოვარი, რომელსაც პატარა ჩვილი უჭირავს ხელში მიძინებულ ღვთისმშობლის სარეცელის წინ და ეს არის სწორედ ღვთისმშობლის სული. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, თვითონ ღვთისმშობელი სახარებაში თუ მივადევნებ თვალყურს, ძალიან კარგი იქნება თუ რაღაც ერთიან მის სახეს დღეს რაღაც მოახერხებთ და ჩამოვაყალიბებთ, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ მისი როლი ჩვენს ეკლესიაში კი არა, კაცობრიობის ისტორიაში. ბავშვის სახარება იწყება სწორედ ერთ-ერთი მთავარი ნაწილიდან, ეს არის გაბრიელის ხარება ღვთისმშობლისადმი და მის როლს, მის დიდ მდგომარეობას ღვთის წინაშე გაბრიელ მთავარანგელოზე აუწყებს. გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. აი ეს სიტყვები კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ხო? აი ეს სიტყვები არის არა ადამიანების მიერ დახასიათებული ღვთისმშობლის თქვათ სულიერი მდგომარეობა, არამედ სწორედ მთავარანგელოზისგან ნაუწყები რეალობა. და ღვთისმშობლის ცხოვრება იწყება სწორედ სახარებაში აი ამ ნაწილით. ის შემოდის როგორც კურთხეული დედა, რომლისაგანაც უნდა განხორციელდეს მთელი უდიდესი საიდუმლოება, როგორიც არის ღმერთის შობა, ღმერთკაცი იესოს შობა. და მისი როლი ამ საქმეში, მისი თანხმობა, ჯერ მისი სულიერი სიმაღლე, შემდეგ მისი თანხმობა და მიყოლა ღვთისნებას. სახარებაში იმ ადგილებში, სადაც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ერთმანეთთან ასე ვთქვათ შეხების წერტილებია, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მაცხოვარი რაღაც უხეშად მოიხსენიებს მის დედას. მაგალითად, პირველი ეს არის როცა ის კანას გალილეას ქორწილში ღვთისმშობელი ეუბნება მაცხოვარს, რომ გაუთავდათ ღვინო მასპინძლებს და მოდი გააკეთე რამე, რომ ამ ხალხს ღვინო მივაწოდოთ. და მაშინ ეუბნება მაცხოვარი, რა შენ და რა ჩვენ, რა ჩვენი საქმეა ქორწილში ღვინოს შემომატება, ხო? და ერთგვარად რაღაცა მოკლედ მაცხოვარი აჩვენებს, რომ სამთო საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური გულმოწყალება ან ადამიანური რაღაც ემპათია. და ღვთისმშობელი მაინც არ ეშვება და ამის შემდეგ მოიწოვებს მხევლებს და მოხელებს და თხოვს გააკეთონ ის, რასაც მოკლედ მაცხოვარს დაიყოლიებს ღვთისმშობელი და გააკეთებს ის, რაც გასაკეთებელი იყო. და აქ ხედავთ ჩვენ სწორედ ღვთისმშობლის აი ესეთ მდგომარეობას, რომ ამის შემდეგ ღვთისმშობელი ხდება კაცთა მოდგმის მეოხე. ანუ რაღაცნაირად მაცხოვარს არ უნდა რაღაცის გაკეთება.
ასე ჩანს სახარებაში, ხომ? არ დადგა დრო, ამბობს მიზეზებს, ამბობს, ჯერ არ მოსულა და ეს პირველი სასწაულია მართლაც მაცხოვრის, რაც აღასრულა კაცთა წინაშე, კანას გალილეაში, ქორწილში. როცა წყალი ღვინოთ შეცვალა. მაგრამ ღვთისმშობლის თხოვნით აკეთებს. და ამის შემდეგ ღვთისმშობელი ეწოდება ჩვენი მეოხი. ხო, მეოხი წინაშე ღმრთისა. ყველაზე ძლიერი მეოხი, რომ ადამიანის სისუსტეს თხოვნას ანგარიშს უწევს და ევედრება ღმერთს დასახმარებლად. ხათაშორის ეს ადამიანური მართლაც ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა ჩვენი საქმეა, ღვინო აქვს თუ არა ქორწილში და მოაკლდათ თუ არა. არა და ქონდათ საკმარისი, იმიტომ რომ იქ წერია რომ თვალები იყვნენ ხალხი. მაგრამ კიდევ უნდათ აი ზედმეტი საქართველებმა რო იციან ის მდგომარეობა იყო იქაც. და აი ამ რაღაცა ყოფიერ, რაღაცა ძალიან მიწიერ, ახლა სულიერად რო გადმოვხედოთ ხანდახან კოპებს შეკრული ბერები რო ლაპარაკობენ ხოლმე, ხომ რაღაცა ვნებაში და იმაში მყოფი ადამიანების თვის მაცხოვარი ზრუნავს, ღვთისმშობელი ზრუნავს. ანუ ეს ზრუნველობა არ არის მარტო მხოლოდ ამაღლებულზე, არამედ ჩვეულებრივ ყოფით ადამიანს, როცა უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, თავარი რა არის, დათრობა კი არა. თავარი არის, რომ ვერ გათვალა ოჯახის უფროსმა, ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში და მისი მდგომარეობა იყო მძიმე, სავარაუდოდ, ხო, თემია, განკითხვა, ჭორაობა, ლანძღვა, ბევრი რამე მოყვებოდა. სიხარული ქორწილის გრძელდება მთელი დღეების განმავლობაში. ვერ გათვალა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ამ უხერხულობის აღმოფხრა უნდა და ღვთისმშობელს, ამიტომაც თხოვა და არა იმიტომ რომ დამთვრალი იყო კიდევ უფრო ხალხი. აი აქ რაღაც აი ყოფიერში უხერხულობის მდგომარეობიდან გამოიყვანა და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ეს სახარებაში. მაგრამ მაცხოვარი მაინც ღვთისმშობელთან ამ ხრივ შეიძლება თქვა რომ იყო განსხვავებული აზრის მქონე. შემდეგ სხვა ადგილია ღვთისმშობელი და მისი ძმები ეძებენ მაცხოვრის ძმები ეძებენ მაცხოვარს და ეტყვიან რომ აი სინაგოგაშია ქადაგებს, შემდეგ მოდიან და მიუგზავნის, იმიტომ რომ ვერ შედიან იმდენი ხალხია, მიუგზავნის ღვთისმშობელი რომ შენი ძმები და დედა გელოდებიან გარეთ და გიხმობენ შენ. აი მაცხოვარი იქაც ერთგვარად შეიძლება ვთქვათ, რომ უკმეხად იხსენებს ვინ არის დედა ჩემი, ან ვინ არის ძმა ჩემი. ის ვინც ღვთის საქმეს აღასრულებს, ის არის ჩემი დედაც და ის არის ჩემი ძმაც. ესეც გასაკვირია ჩვენთვის, ხომ? რომ რატო ხდება ესე? კიდევ აი დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ერთი ხელალთაგანი აღაღებს ბაგეს და იყვირებს ხალხიდან, რომ კურთხეულარს მუცელი მისი, ვინც გიტვირთა შენ და ძუძუნი, რომელთან შესწოვდი. ნუ ღვთისმშობელზე ხომ ლაპარაკი, მაგრამ მაცხოვარი აქაც ამბობს. არა, კურთხეულია ის და ნეტარი, ვინც აღასრულოს საღვთო სიტყვა და ხყოს იგი. საღვთო სიტყვა მოიხსენოს და ის ცხოვრებაში გაატაროს. ნახეთ ეს ორი ადგილი, რაღაცა თითქოს და მაცხოვრის აი ესეთი განსხვავებული და ცოტა წინააღმდეგობრივი უხეში ნათქვამი ღვთისმშობლის მიმართ. მაგრამ საერთოდ არ არის ეს უხეში. პირიქით, ეს არის ღვთისმშობლის ზეამაღლება და წამოწევა. ანუ იმიტომ კი არ არის ღვთისმშობელი ესეთი დიდი, რომ მე მიტვირთა, ნუ ამ ხელა საქმე გააკეთა, ხო? ღმერთ კაცი იტვირთა ქალწულმა. არამედ იმიტომ, რომ თვითონ გააკეთა საღმრთო საქმე. არა იმიტომ, რომ მე ის არის ჩემი დედა, არამედ ჩემ დედის გარეშეც, ჩემი დედობის გარეშეც ის დიდია. და ამის მაჩვენებელია ეს, რომ ღვთისმშობელი იმის დამიუხედავად, რომ მაცხოვარი იტვირთა თუ არ იტვირთა, თავისი სიდიადე მას პირადი ღვაწლით გააჩნდა. ანუ იქ შეიძლება თქვა, რომ გამორჩეული იყო ღვთის კათოლიკებს დოგმატი აქვს მაგალითად ღვთისმშობლის გამორჩეულობის შესახებ, ხო, რომ ის უბიწოდ ჩასახულია ისიც, იმიტომ რომ პირველ ქმნილი ცოდვა მას არ გააჩნდა, რაც ნამდვილად არასწორია. არა,
და ამით რაღაც აწეულა უნდა და დამაღლება უნდა და ღვთისმშობლის და რეალურად დაიწია ქვევით, იმიტომ რომ თუ ღმერთმა გამომირჩია ახლა მე და ყველაფერი მომცა და ვაკეთებ იმის და მიუხედავად მე რა მდგომარეობაში ვარ, მაშინ ეს გამორჩეულობა თავისთავად უფრო წინ წამოიწევა, ვიდრე ჩემი ნებისყოფა, ჩემი დამსახურება, ჩემი მოქმედება, ჩემი ღვაწლი. ხომ ესია? და აი აქაც ჩანს, რომ ღვთისმშობელი მაცხოვრის თქმით და განმარტებით არის თავისთავად თავისი ღვაწლით დამსახურება. მე ბოლო ნაწილია კიდე ღვთისმშობლის გამოჩენა სახარებაში, ეს არის როცა დგას ღვთისმშობლის და მაცხოვრის გადაკვეთებზე ვლაპარაკობ, როცა ჯვარცმის წინ დგას ღვთისმშობელი და ამ ჯვარცმის წინ იოანე ღვთისმეტყველს ეუბნება, აჰა დედა შენი იოანეს მიმართავს და ღვთისმშობელს მიმართავს, აჰა ძეი შენი. და ეს რაღაც ერთგვარი ზრუნვაა დედაზეც, მაგრამ აი ხა ჩვენ ადამიანურად ვთქვათ, საღმრთო ღმერთი ზეციდან ბევრად უფრო ადვილად იზრუნებს თავის დედაზე, ვიდრე ადამიანი თან იოანე ღვთისმეტყველს ნებისმიერ თუნდაც მთელი კაცობრიობა რომ ერთად დადგეს და მოუარეს ღვთისმშობელს, მაგრამ აი აქ აჩვენებს მაცხოვარი, რომ აი ამ საქმეშიც კი ადამიანმა ადამიანს უნდა მიხედოს. ზარაბარებს მე ვარ ღმერთი აწი მე მივხედავ და ჩემ მფარველობაში იქნება. არა, შენ იოანეს მიმართავს, იზრუნე მოხუც ქალზე. ხოლო ღვთისმშობელს მიმართავს, რომ აჰა შენ კაცობრიობა და იზრუნე ამ კაცობრიობაზე როგორც მეოხი და წინამძღოლი. ეს არის სახარებისეული გადაკვეთა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის. მაგრამ არის ერთი საღვთისმეტყველო კვეთაც. ეს არის პავლე მოციქული, რომელიც ამბობს, რომ ქრისტე არის ახალი ადამი. ადამმა შესწოდა და მის შემდეგ კაცობრიობა მიიღო სიკვდილი. და ღვთისგან განდგომილება. ხოლო ქრისტემ ახალმა ადამმა ადამიანებს კაცობრიობას მოუტანა, ღვთის მორჩილება მისკენ სვლა და მარადიული სიცოცხლე. და როგორც სახე აი ამ ორი თავარი ფიგურანტის, ხო, კაცობრიობის დასაწყისში და კაცობრიობის ცენტრში მაცხოვარი და კაცობრიობის დასაწყისში ადამი არის როგორც რაღაცა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ანტინომიური არსებები, რომლებიც სხვა საქმეს, საპირისპირო საქმეს აკეთებს ადამიანის ქრისტე. და ამით მოაქვს სიცოცხლე. და აქ შემოდის სწორედ ღვთისმშობელიც. და ღვთისმშობელი როგორც ახალი ევა. არა, ევა შესწოდა, მან არ მოусმინა ღმერთს, მოისურვა დროზე ადრე მიღება იმ ნაყოფისა, დაუჯერა ბოროტს და დაკარგა სამოთხე და მიიღო ძიმე ყოფა, ტკივილი, სიკვდილი და საბოლოოდ მარადიული წყუდიადი. და აი ღვთისმშობელი, რომელიც მოდის, რომელიც უსმენს ღმერთს, მიყვება მას და მოაქვს სიცოცხლე და ხდება დედა და სიცოცხლის წყარო კაცობრიობისთვის. იქ სადაც ევა დაეცა, უფლის სიტყვებია, მას მიმართავს გველს და ეუბნება, რომ სწორედ ქალის ქუსლი გაგისრისავს თავს, ბოროტებას დათქმუნავს ქალის ქუსლი. და ეს არის სწორედ ალუზია წინასწარმეტყველება დედა ღვთისმშობელზე, რომ აი მოვა ქალი, რომელიც გაყვება ღმერთს, არა ეშმაკს მოусმენს, არამედ ღმერთს მოусმენს, გაყვება მას და მოუტანს კაცობრიობას სიცოცხლეს. და მან მოგვიტანა მართლაც სიცოცხლე თავისი ამ დიდი
სულიერი ცხოვრების წესით. დედა ღვთისმშობელი არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მის სახელის გაგონებაზე რომ რაღაც გაცისკროვნება არ ქონდეს გულში. რაღაც სიწმინდე არ შემოვიდეს, მარცვალი მაინც, ხო? ალბათ ყველაზე გაქვეებულ ადამიანსაც კი გაალღოს ღვთისმშობლის ერთი უბრალოდ ხატებაც კი, რომ როგორ შეიძლება რომ ღვთისმშობელს რომლის სიწმინდე ესე არის გადმოცემული და ვხედავთ ამას ჩვენ ცხოვრებაშიც და მისი დახმარებას, მისი ხელით, მისი გვერდში დგომას, სრულიად აი ყოფიერ მდგომარეობაში ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ უხერხული მდგომარეობიდან გამოიყვანა ადამიანი. აი ესეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩვენ ხშირად ვარდებით, ხომ? ბევრ უხერხულ მდგომარეობაში. და უფრო ჩვენ გვიყვარს ხილება ხოლმე. და ამ დროს გამოდის, რომ ღვთისმშობლის მოქმედება არის არა შენი მხილება, არამედ უხერხული მდგომარეობიდან შენი გამოყვანა. კი, შენი სისულელი ჩავარდი იმაში, მაგრამ კი არ გამხელს, კი არ გარცხვენს. ჩვენ ლოცვებში გვაქვს თუ გახსოვთ, რომ ნუ შემარცხვენ ღმერთო, არ შემარცხვინო, ისე მაცხოვრე, რომ არ შემრცხვეს და ამაში დამეხმარე. აი ღვთისმშობელია ეს პირველი, ვინც არ შეგარცხვენს და გვერდში დაგიდგება აი ამ ხალხის წინაშეც თუნდაც უბრალო ურთიერთობებშიც არ სიცხვილისა და დაფარვის და რაღაც ზრუნვის. ამიტომაც თუ ღმერთი მამობრივი სქესით არის წარმოდგენილი, დედრული წესით არის, დედრობითი წესით არის წარმოდგენილი ეკლესია, ხო? ეკლესია როგორც ერთგვარი უხეშად რო ვთქვათ, უსამართლო ინსტიტუტი. უსამართლო იმ ხრივ, რომ სამართლიანად არ განგვსჯის, არამედ დედობრივად გვიფარავს. არ გვსჯის სამართლიანად. არ გვარცხვენს, არ გვამხელს, არ ამბობს ყველას წინაშე, აი გუშინ ამ კაცმა ეს ჩაიდინა, ხო? არამედ პირიქით, აი ზრუნველობითი. ანუ ეს არ არის ქირურგია, მოიკვეთე შენი ფეხი და გადააგდე, არამედ ეს არის თერაპია, რომ განკურნოს შენ. ანუ განკურნებითი ინსტიტუცია, რომელიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზე, როგორმე მოაბრუნოს და მოიყვანოს და დაუამოს ტკივილები. და არა დაჟის ინსტიტუტი, რომ იძიოს შური და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, სამართლიანობა დაამყაროს და წესრიგი დააყაროს მიწაზე. არა, წესრიგი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის წესრიგი. ყველა სხვა წესრიგი, რომელიც დამყარებულია ძალადობაზე, ან მხილებაზე, ან შურისძიებაზე, ეს წესრიგი არ არის საღმრთო. ამიტომაც დღეს წყინვალე დღესასწაული გვაქვს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, პატრიარქმა მოგცა ჩვენ ეკლესიას კურთხევა, რომ ხშირად ვილოცოთ პატარა ლოცვები ღვთისმშობლისადმი, როგორიცაა მოწყალებისა კარი განგვიღე, როგორიც არის ღვთისმშობელო გიხაროდეთ მიმადლებულო მარიამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს პატარა ლოცვები გულში ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ და ნახავთ ღვთისმშობლის წყალობას, მის მოქმედებას, აქტიურ მოქმედებას და ნახავთ როგორი სიწმინდის სული დაინერგებს ჩვენში. მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.